დამშვიდო პის, როგორ ხართ? ალფრედ ჰიჩკოკის რეჟისორობით ფილმში დორას თავგადასავლები. აქ მკვლელობებზე არ გვაქვს, მაგრამ ისტორიები გრძელდება. მოკლედ, ეს ბუზი საიდან მოვიდა. როგორ ხართ? მე ისე ფაქტამდე დეკემბერში რაც დაიწყო, არ ვდუნდები, იმიტომ რომ ვიცი რომ ახალი დარტყმა უნდა მივიღო. როგორც ზოდიაქოს სინოპტიკოსები, ვთქვენ რომ ძალიან რთული პერიოდი იქნებოდა, რა ვიცი, ვიღაცების ჩემთან გადმოვიდა. ცაგარელი და მსგავსი ვართო ეხა სიტყვა დავკარგე. ეხა აქ მოვედი, რომ ყავა მინდოდა. გარეთ წვიმს უსაშველოდ, 5:30-ზე გავიღვიძე. იქ ვიჯექი უმუშაობდი, ორიჯი ყავა დაბლია და მეგონა რომ ნალიქიანი მქონდა. და აღმოჩნდა რომ ჩემი ფეხები არ აღმოჩნდა. холод ეს არის. აქაც არ გამიმართლა. მოკლედ. გუშინ წინ გავდივარ შეკვეთაზე. დავქოქე მანქანა, მაგრამ მივედი მანქანასთან. ქოქავ და არი ქოქება. ქოქავ და არი ქოქება. დილის 9 საათია და როგორც მოგეხსენებათ ჩემი არაკომუნიკაბელური ხასიათი და არამეზობლური არაერთხელ მიხსენებია. არავის არ ვიცნობ. ვის გინდა რომ დაუძახო? სახელიც არ ვიცი, გამარჯობა სულ ვამბობ, მაგრამ არ ვიცი ვინცად ცხოვრობს, რომელ ეზოში, ამ პატარა ამოსახვევში და ვის რა ქვია. ვიცი მხოლოდ ერთის სახელი ვიცოდით, ამ კარი დავინახე ღია და ვეცი. მეხვეწებოდა ეს მეზობელი. აცადო პირ დავიბანო, არამედ კი ვერ დაგაცდი. ადამიანს, რომელსაც 25 წელია ვესალმები, მის დასთან მეგობრობდი, როცა ბავშვები პატარები იყვნენ. ეხლაც ძალიან კარგი გამარჯობა, როგორ ახარებთ, ამბავი გვაქვს, მისი სახელი ვიცი. აღმოჩნდა რომ ძმის არ ვიცი. და ეს მეზობელი, რომელსაც გამოვიჭირე პირსახოცით დარბის და იხვეწება, რომ მაცადეო კბილები გავიხეხო, მე არ ვაცდი, არამედ მაგის დრო არ მაქვს. გავუხეხავ კბილებით მაშონი, მე პერემიჯგებს არ ვიცი რა ქვია ქართულად. დამუხტველი. ვიფიქრე რომ აკუმულატორი დაჯდა. მოკლედ შემიშვა ეზოში, რომელშიც არ ყოფილვარ, ჩემი სახლის ქვემოთ. და 10:30-ს განწირული კიბი. ლევან. მე აღმოაჩინე რომ ზარია, მივაჭირე. იქიდან ლოგინიდან ამდგარი გაბურწკნული თავი გამოყო. ალბათ გულში შემოკუთხა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი არ ვთქვამს. სხვათა შორის ძალიან ჯარისკაცულად ჩაიცა, იმიტომ რომ ცხოვრებაში არ დამიძახია. და 2 წუთში ჩამოვიდა. მოაყენა მანქანა, დავადეთ ეგრეთ წოდებული პერამიჯკები და ჩემ ფეხები. არა. რა თქმა უნდა, ვრეკავ ჩემ შულთან, ვასმენინებ ხმას, როგორც შემიძლია ვუყვები რაჭერს. აიო, საღამოსო, მე კეთყვი ერთ ნაწილს ვასებთ ხარ. ის დავშალოთ. კაი მეთქი. მეც როგორც მანქანის ხელოსანი ძლეთ ამძლე. არ გამოვტოვე, იმიტომ რომ ეს ქალბატონი არის პირველი დამკვეთი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი სახლები. აქირავებს და ფაქტიურად ძალიან კარგი ნაცნობობა ჩამოგვეყალიბდა. ყოველთვის ითხოვს რომ მარტო მივიდე, ანუ
პატარა ისეთ კომპაქტური გასაქირავებელი სახლები აქვს. თვითონ მე ეხმარება როგორც ჩემი თანამშრომლები ზუსტად ისეთ ცდილობს ყოველ შემთხვევაში და ნუ ვერ გავაწბილებ ამ ქალბატონს. ამის წინ მანქანა რომ გამიჩერდა კიკვიძის პარკთან ბენზინი რომ გამომელია, მაშინაც ამ ქალბატონთან მივდიოდი, რამდენი წავედი, იმდენი მანქანაც ვერ გქონდა. წავედი, გამოვიძახე ტაქსი. რას წავიღებდი ტაქსით, რაღაცები დავტოვე, მოკლედ ჯვართვა ეცვი, მაგრამ ის მომენტი, რომ ამ ხელავალდებულებები გაქარ განთავისუფლებს იმისგან, რომ რაღაც ხელს არ გიწყობს რაღაცაში. თან პასუხისმგებლობა პლუს ადამიანი, როცა გელოდება იმას თავის გეგმა აქვს და მოკლედ. მოვედი იქიდან დაღლილი, ფეხზე ვეღარ ვდგავარ, როცა არ გაქვს, ანუ ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი დალაგება, რომ ჩვარი აიღო და ცოცხი, ხო? აქ იმდენად გჭირდება ორთქლის აპარატი, იმდენად გჭირდება ყველა ის იარაღი, რომელიც მე დამაქვს, არის ძალიან ბევრი ისეთ ნიუანსები და სასწაული რაღაცები, რომელიც გზადაგზა ვისწავლე მეც და გამოცდილი ადამიანებისგან, რომლებიც ჩემი თანამშრომლად ვიყვან ხოლმე. და ანუ ეს ყველაფერი და ნაწილი არ მაქვს. მოკლედ გავწყდი წელში. ბუზიზეს ჩვენს რინგვაიძე. ხო და იქნებ დამხიტე შეშობელო წავალ. მიდი აბა, მიდი რა. უკვე მეძიებია ბუზა. ვეცი მანქანას. უნდა დავშალო უკანა სიდენია. უკანა საჯდომისგან დავშალე. მოვხსენი რბილი და საჯდომი. დავუწყო ბენზონასოს ძებნა. რა თქმა უნდა დავუძახე დამხმარეს ნიკოლოს. მოკლედ ვერ დავშალე. თხოვე ჩემს მეგობარს, რომელმაც არ დაიზარა და მოკლედ 11-ის ნახევარზე მოვხსენით როგორც იქნა ეს ბენზონასოსი. თურმე და რამდენი რამე შეიძლება ისწავლო გზადაგზა ადამიანმა. ბენზონასოსი, რომელიც ბენზინს აწვდის მანქანას და რომელიც უშლის ხელს მოტორის დატრიალებაში, თუ გაფუჭდა, მოწმდება ატმოსფეროებზე, რამდენი ძალით თუ რაღაცის ტრიალებს და ბენზინს როგორ ასხავს. ეხლა ვეძებ ამის ხელოსანს, მე რისი შემოწმებელი ვარ. თავარია რომ მოვაგლიჯა. აქ მიდევს აბაზანაში, ეხლა ჯუბა უნდა გამოვიძახო და გავატანო მანქანა. მიპოვე ელიავაზა ხელოსანი, გავაგზავნე. სომეხი კაცი იყო, არის. ვაიმე დამაწყდა, ოღონდ ძალიან ღადაობად დამირეკა. ხოლმე მიიღო ნაწილი ხდილივერით გავუშვი, მე რო ელიავაზე არ მებოდიალა, მირეკავს, ალო, შვილო, ვინ გითხრა ეს ნაწილი მოგლეჯეო? მეთქი, რავი, მე მავალზე მოხსანი, სამცალი იქნება ჩვენ თბილისში ასეთი კაი ბენზონასოსი. ახ, მოგეცეს ცოდვაში, ეპოვა რამე. თან ძალიან მაიმედებდა, რომ აქ გვერდზე ახლის ყიდვა არ მოგინდებაო, განხილვებში ვიპოვე, რომელი მანქანის მიდიოდა, იარისის მიდიოდა, რომელი წლიანის მიდიოდა, ნუ ყველა სხვა, ანუ ეს მანქანა არ დადის, სამი დადის, რაც მე მყავს. ვინ დაშლის ამას? ხო და მოკლედ, ძალიან შემაგულიანა ბიძიამ, რომ აქო პატარა დეტალი თუ იქნებაო, შენ ახლის ყიდვა არ მოგიწევს, ამას ყველაფერს შეგიკეთებთ, მაგრამ ასეთი პასუხი მაწყობს მე ხარ რათ მოგლიჯეო შვილო, რას ერჩოდიო, ხელოსანი გყავდა? არ მყავდა, დისტანციური ხელოსანი მყავს. ოხ დათა შენი ვიძახი, მაგრამ დისტანციურად ახლა ისე შლიან მთელ მანქანებს, როცა უნდა გააკეთოთ, ახლა დისტანციურად მე რო გიყვები. მოკლედ ამ ბიძიამ შემიფუთა ეს დამის კოჩა და გავამიგზავნა. მოვძებნე ხელოსნები და ეხა ველოდებ გათენებას, რომ გამოვიძახო ჯუბა და გავუშვო. ეხა დგას დღის წესრიგში ასეთი რამ.
თუ ბევრი რამე ჭირდება, არ ვაკეთებ. პირდაპირ ჯარში ვაპარებ. გადავდებ თავს და იქამდე გავაშლი ფეხს და ისეთ მანქანას ვეყიდი, რომ შევძლო გადახდა. ან ისევ ცოტა ხანი ძველ მანქანას გამოვიყენებ. ყველაფერი გამიჩერდა, ყველაფერი გავთიშე. გავაუქმე შეკვეთები. ანუ დღეს ნიკას რეაბილიტაციის წასაყვანი დღეა და ამდენი ტაქსის ფული უბრალოდ შეუძლებელია შეძლო ადამიანმა, რო იცი, კატასტროფებს იღებენ. პლუს რეაბილიტაციის ფული. პლუს ვებრძვის სადაზღვევოს, გუშინ ეკავი ამერიკულ ჰოსპიტალში. ჩემ ქირურგს თით დაუქნია სადაზღვევო, მე რაღაცეების სწორად ჩამიწერეო. იმან მე რა ვიცი, მოდი ქალბატონო და რომ ხედავს უკვე გული მისდის. ჩემ SMS-ზეც გული მისდის, მგონი იძახის 3 მარტს გვაქვს შემოწმება და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ამ კაცმა დაგვიხსნას. დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა. ჩემი დავითის, რომელიც 24 წლის გახდა. ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ყველა ყავს თავის ბახალა უყვარს. გიჟდები ჩემს ბახალაზე, ორივეზე. ხალხო 24 წლის შვილი ყავს, წარმოგიდგენიათ? ძალიან მიხარია. აბა მე დედა ვარ, რით წავიდე დღეს თელავში. რითი წავიდე. ყველაფერს გადავდებდი ხოლმე და გავრბოდი. ამის თვითონ ჩამოდიოდა. ახლა უნდა მოგითხრათ ამბავი. კიდევ ერთი. არახიჭკოკური თავგადასავლიდან. მოკლედ, თან შევიდე ინტერნეტ ბანკში. ერთი წამით ჩემი დაქალივით დამემართა. რამის რო ვაკეთებო, ვერ ვლაპარაკობ, მეორე საქმეზე ვერ კონცენტრირდებიო, ისე დავემართა. მავანი იფიქრებთ რაღაცეებს, მაგრამ უკაცრავად და სულ ერთ ადგილას მკიდია. ვინ რას იფიქრებს, მე უყვები სწორად. მე ამ ადამიანს ვხდი უდიდეს მადლობას, რომელსაც მივყვეთ ქრონოლოგიურად და მოვყვეთ. მოკლედ, დილით რომ მივდივარ ამ შეკვეთაზე, მანქანა რო არ იქოქება, ხედავ რომ საქართველოს ბანკზე ჩამერიცხა 150 ლარი. ჩემი ერთ-ერთი ორგანიზაციის, რომელი კაფეც დაიხურა, მის დირექტორის ცოლს ქვია თათია და ვიფიქრე, რომ წინასწარ ჩარიცხა ხელფასი, რომ ანგარიშებს ანულებს. იმიტომ რომ კაფე დაიხურა და აღარ მაქვს ერთი სამსახური. მივწერე, თათია, შენ ჩამერიცხე თქო 150 ლარი თქო? არა. კაი. ახლა რა შვები? ვიფიქრე, რომ ალბათ ვინმეს შეეშალა და არასწორად ჩამერიცხა. ვრეკავ ბანკში. რომ ძალიან გთხოვთ თქო, ოპერატორები ხო ზოგადად ძალიან გეჯღანებიან და ძალიან ისე გელაპარაკებიან, ნერვებს გაწიწკნიან. ხო და ვიფიქრე, რომ ეხლა ის გამოანწყობს მეთქი კარგად თქო და და ესე უცებ ხმა უთბება და მეუბნება, რომ იცი რამ ხელ კომენტარი აქ, მოდიო მე წაგიკითხა. და ასეთი კომენტარი არის. გამარჯობა დორა. ამას გვწერს ცერცვაძე თათია, რომელსაც უკან ვერ გადავურცხეთ ანხა უკან იმდენად შემწვა. თან ძლივს მივიღე იმდენად ამისაც შემწვა, მაგრამ ოპერატორმაც მითხრა, რომ ძალიან გოიმი იქნებიო საჩუქარი უკარო კატარიცხო. ნუ ესეც კიდე დაიჯერეთ, კიდე რა ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ადამიანი როცა ესეთ რამეს გიკეთებს, ანუ წიხლის კურა იქნებოდა ჩემგან.
გამარჯობა დორა, მე შენი გამომწერი ვარ. მინდა მცირედით დაგეხმარო თუ არ მიწყენ. იმედია მიიღებ, დარწმუნებული არ ვარ. შენს ბიზნეს გვერდიდან მოვძებნე შენი ნომერი. ვიცოდი ისე არ მომცემდი. მინდა გისურვო ყველაფერი ისე გამოგსვლოდეს, როგორც ჩემ გულს გაუხარდება. ხო. ეს არ ვიცი რა იყო. თან პლუს მაგას. ზუსტად 150 ლარის ჯარი მომქონდა დარჩენილი. თეთრია მადლობა. უღრმესი მადლობა. აი არ ვიცი ხალხო. კითხვას უსვავ მის მერე ყოველთვის ჩემ თავს რომ ადამიანს რამდენი უნდა გქონდეს რომ შეიძლება არც გქონდეს და გაუყო გინდოდეს მე მაგალითად პირველი ვარ მაგამ ბავშვი ადამიანებთან გვერდში დგომაში ოღონდ უნდა მიყვარდეს და უნდა ვიცოდე რომ ნამდვილად სწორ გზაზე წავა ის ჩემი ნაჩუქარი ფული ხო ცუდი თვისება მაქვს დაუშვათ რაღაცაში თუ მივეხმარება იმ მეგობარი მყავდა ერთი რომელსაც რამდენჯერმე მივეცი საჭმლის ფული და იყიდა სიგარეტი და იმისთვის აღარ მიმიცია ასე ადამიანს ადგე და ამ ხელად ანხჩა ურიცხო მე არ ვიცი ხალხო რომელი პლანეტიდან ხართ თათია აი არ ვიცი სიტყვები არ მაქვს შოკი მქონდა ის კადრები უნდა გადამეღო უბრალოდ ძალიან ცუდი დღე მქონდა მაშინ და ვერაფრით ვერ მოვახერხე არც ნებარ თუ არ ამიღია თქვენგან იმიტომ რომ უკავშირი არ შედგა თქვენგან არ დამირეკეთ ძალიან მინდა რომ დამირეკოთ და პირადად მოგიხადოთ მადლობა თუმცა სიტყვებს ვერ პოულობ თქვენი საჩუქრით მე მოვაგვარე დავასრულე ის პრობლემა და ეს იყო ჩემთვის არ ვიცი ანუ ის ფული რომელიც იმისთვის მქონდა გამზადებული ნიკას რეაბილიტაციის ამ კვირას ჩავხურავ და არ ვიცი უღრმესი მადლობა ყოველთვის ირინა იყო ხოლმე ამ ხრივ პირველი ვინც ჩემი საჩუქრებით განებივრება დაიწყო მაგრამ დღეს ირინა რო ჩემი მეგობარია ამას ვღებულობ როგორც მეგობრისგან ისიც მიჭირს ძალიან სულ ვაჩხუბები ხოლმე რომ არ მინდა არქნა ხო